დღეს მე და ლინა მოდუსში მთელი ღამით დავრჩებით. და დილით მომხმარებელს ძალიან საინტერესო საახალწლო კუთხეს დავახვედრებთ. საინტერესო ის არის, რომ ყველაფერი ჩვენი ხელით უნდა გავაკეთოთ. და ყველა მასალა მოდუსში უნდა ვიპოვოთ. წამო. მაღაზიაში შუქს შენ რო აკონტროლებ. ბაიმე სხვა რაღაცას დავაჭირე. ჭუ, დავხუროთ. აუ მე ვფიქრობ უზარმაზარი მაკნატ უნდა გავაკეთო. მე კიდევ შრეკში რომ მორცხობილა, ეგ უნდა გავაკეთო, მაგრამ უზარმაზარი. ნახოთ რომლის უფრო ლამაზი გამოვა. ოკეი. ვფიქრობ რომ მაკნატუნას ტასაცმელში ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც შეგვიძლია რომ მე და ლინა მოვხატოთ. და პირველი რაც შემხვდა ეს იყო, აი ეს ღილებად თუ გამომადგება, ნახე რა ლამაზია. გაფუჭება მომიწევს, მაგრამ იმედი მაქვს მაპატიებენ. ლინა! ეს წარმოგიდგენია? ვაი. აი ნახე, უნდა რომ წავიღო. ეს წარმომიდგენია ქუდზე რო გავაკეთოთ. ლინა, ეს ქუდზე ხო ძალიან მოუხდება. წავიღოთ ესეც. დავიწყოთ ღილებით. ეს ძალიან კარგი ფერია. ესე წარმომიდგენია, რომ ხელები და ფეხები უნდა გავაკეთოთ მილებით. და თუ არ ვწდები, იქით სექციაშია და წამომოვძებნოთ. ზომაზე გადაჭრა მოგვიწევს. ოღონდ არ ვიცი როგორ. ლინა, მილების გადაჭრა შეგვიძლია? კაი, წამომიღე. ჩვენ ახლა გვჭირდება თბოიზოლაცია, რომლითაც უნდა გავაკეთო ჩემი დიდი ორცხობილას მთლიანი სხეული. და დამატებით დეტალებს გავაკეთებ ქაფისგან რა, ესე ლუმოს. აი ეს არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება. მე მგონი მეყოფა. Strong army, wow, grape. Yay. ყველაზე მთავარია, რომ ესენი იდგეს მყარად. და ვფიქრობ, რომ ან დავაწებოთ, ან დავაშურუპოთ რამეს და ძალიან კარგი იქნება თუ რამე მძიმე მასალას გამოვიყენებთ, მაგალითად ფილას. ზემოთ სართულზე, როგორც ვიცი, არის ფილები და შეგვიძლია, რომ იმ ფილაზე დავაწებოთ, მაგრამ რითი უნდა დავაწებოთ, აქ ხო ცარიელია. ამიტომ ვფიქრობ, გამოგვადგება ამ მილისვე თავსახურები, რომელსაც დავაწებებთ ფილაზე, ძალიან კარგი წებოთი. ეხლა მყარად იდგება ჩვენი მაკნატუნა. აუ ამას აქ ვერ გამოვიყენებ, მაგრამ ჩემს სახლს ძალიან მოუხდებოდა. თან მგონი ზოგი ათბობს. მინდა ეს ჩემს wish list-ში იქნება. ახლა დამჭირდება ქაფი, ქაღალდის წებოვანი ლენტი და მგონი მზად არის. მაგრამ მგონი სხვა ორი გადამჭირდება. კიდურებისთვის გვაქვს მასალა, ყველაზე ბევრი რაზეც ვიფიქრე, არის ტანი. რომელიც ვერ მოვიფიქრე რა მასალით გავაკეთო და იქნება ლინაკოს კონდეს რამე იდეა. გააქვს რამე იდეა? რავი, რამეს გიპოვე რა. ჩემი უფრო მარტივია. ვიცი. ეს არის ფეხები, ხელები. ზემოდან ოქროსფერი დეტალები. ეხლა მე ვიპოვე ტანსაცმელს, ერთად და შენ ტანის მასალა მომიძებნე რა შეიძლება იყოს. წამო ჩვენ ტანსაცმელი ავარჩიოთ და ამან იფიქროს. რთული დავალება მივეცი. თავი Stranger Things-ში მგონია. საღებავს ურევ და შემთხვევით ჩართული დამრჩა. არ ვიცი რა ხმებია. მოკლედ მე ავიღე ქაფი, იმიტომ რომ დამჭირდება. მე მგონი ელენიკოსაც გამოადგება. ეს ფუნჯები, არ ვიცი რატო გამორჩა, მაგრამ იმას უფრო მეტი რაღაც შეღება მოუწევს ვიდრე მე. და წეღან შემოვჩინია ესენი. და მგონი ტანისთვის იდეალურია. ამებს უკარგად დააწევებს ერთმანეთზე, მგონი გამოადგება. 1 2 3 4. მე მგონი 4 ეყოფა. მაგრამ გაუმართლა რომ აქ ვარ. რაღაც ნაწილს აუცილებლად შევღებავთ და გამოვიყენებთ სხვადასხვა დეკორაციას, მაგრამ ვფიქრობ ტანსაცმელში და განსაკუთრებით თმაზე გამოვიყენოთ თოვლის ბაბუის ფორმა და თმები. და ასევე ნაძვის ხის შემოსახვევია სადღაც აქ მაქვს ნანახი. ესეც გჭირდება. მადლობა ლინაკო, რატომ მეხმარები? მე უკვე დავამთავრე. თმისთვისაც გამომადგება. და ეს ოქროსფერებიც რაღაცა მხარზე შემოვაგდოთ, ან არ ვიცი რაღაცას. ორ შემთხვევაში გამომადგება, ესე ვფიქრობ. მე მგონი ელენიკოს თავისი მაკნატურასთვის მტევნები გამორჩა და ამებს წაუღებ და აქ ვაგეტყვით, რომ მოდუსში ყველა სექციაში გაგრძელდება ფაზაკლება 29 დეკემბრის ჩათვლით და საახალწლო ნივთების ლიკვიდაცია იქნება. ამიტომ იდეალურ ფასად შეიძენთ ყველაფერს და ელენიკოს აქედან დასჭირდება განათება და აი ასეთი ლენტები.
ეგ არის. მოდუსში ზოგადად არის ძალიან ფართო არჩევანი ფილების. და ვფიქრობ, რომ რომელიღაცა ფილა ავარჩიო, კარგი იქნება თუ ხის ფაქტურისას ვნახავ, რაზეც დავაწებებ ამ ფეხებს. პატარა ფილები სამწუხაროდ არ გვაწყობს, იმიტომ რომ ცოტა დიდი მინდა რომ არ გადაყირავდეს თვითონ ეს მაკნატუნა. მე მგონი ეს ძალიან ლამაზი გამოვა. პატარა ქურდბაცაცა. წავედით. ალბათ ლინაკოც გეტყოდათ, რომ 29 დეკემბრის ჩათვლით მოდუსში საახალწლო ფასტაკლება დაგხვდებათ ყველაფერზე, მათ შორის ფილებზეც. მე რო სახში უკვე ფილის დაგებაზე ვიყო მისული, სიამოვნებით მოვიდოდი ფილის ასარჩევად აქ. მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა. მოვა მაგისი დროც. მე მგონი ამ დეკორაციებს რო შევმატო ჩემი მაკნატუნა, არ იქნება ცუდი იდეა თან ადგილი მაქვს უკვე გამოყოფილი. ეს ფილა იმ სიმძიმეა, ამან თუ არ შეაკავა ჩემი მაკნატუნას ფეხები და სიმძიმე, სხვამ არ ვიცი რამ უნდა გაუძლოს. ვა, ლინა. ვა, ფოქსო. მეც მზად ვარ და მეც აქ ავაწყობ ჩემს ორცხობილას. მგონი აქაურობას ძალიან მოუხდება. და თუ ჩემი და ფოქსიკას ნამუშევრის ნახვა მოგინებათ, მოდუსის მეორე სართულზე ამოდით. აუ, ლინა, ჯერ მე მომეხმარე და მე შენ მოგეხმარები რა. კაი. ჯერ მაკნატუნაც დავიწყოთ. ნახე რა მაგარი ფილა მოვიტანე. მეც უნდა განახო რა მოგიტანე მე შენ. გარტყვაში რო არ იყავი რის განაკეთებდი ტანს. მე მგონი. და ერთმანეთზე დავაწყო. მე მგონი 4 ცალი გაყოფა და წელში გამოყვანილი მაკნატუნები გეყოლება რა. ეგ თეძუარი, ეგ წელი. მესამე და მეორე. და თავიც, აუ მაგარია. აღარ უნდა შეღებო მე. კაი, რითი იწყებ? ფეხებით. უნდა დავაწებოთ ფეხები. ასეთი სილიკონის წერო ავარჩიე. ეს არის ყველაფრისთვის უნივერსალი. მართლა უნივერსალია წერია. ერთ ნუ მაჩქარებ. არ გაჩქარებ, აი. აუ ეს წერო უკვე გადმოდის. აი დაახლოებით, აი ამის ცენტრები ავიღოთ რა. ეს ფილა მე მგონი ზუსტად დაგვეხმარება მაგამ ბავშვში. ცოტა ახლოს უნდა მიწიო. ანუ ამას ადასტურებ ასე. კი, ვადასტურებ მას. აი ეს. რო არ შევწუხდეთ ესენი მოხსენი. და მარტო ესენი დავაწებთ. კი. აი ესე ზოლებად წაუსვამ, რომ ჰაერი შევიდეს, ხო? მალე გაშრეს, ფილაზე არ დაგეწუწოს. შემთხვევით. ახლოს მოწიე? ჩვენც. ცოტა ქვემოთ. ქვემოთ ცოტა ქვემოთ. ეს ცენტრია ხა შენი აზრით? იცი რა, არა უშ. ეს არის სინამდვილეში მაკნატუნას ფეხის სიმაღლე. ამას ეს უნდა მოვაძროთ. კიდე ერთი. მე ახლა დაბლოთ ჩასვლა მეზარევა, მაგრამ თქვენ აუცილებლად გამოიყენეთ ამ წეროს გამოყენების დროს ხელთათმანი. მეტის მყარისთვის მაინც ჯობია რომ გავამაგროთ და უბრალოდ ესე არ დავტოვოთ. აუ კი, გაგახაროს ღმერთმა. კიდე ერთი. დაატრიალე. შო. ეგა. ეს ცოტა დაბალია, იცი? შანსი არ არის. ცოტა დაბალია. აი გარი იდეალურია. მილიმეტრები გვაქვს აცდენა და ამითი დავაბალანსეთ, ცოტა ამოვწიეთ თავსახური. შენც უნდა დამეხმარ რომ ჩემი რაღაცის გაკეთებაში, იმიტომ რომ ეხლა ჩემ დროს შენ გითმა. აუცილებლად. მოიც ძალა ერთობაში. აწვევი ავაჯებში. არა, ერთად დავისვენოთ, მე როგორც კი მოვრჩებით. გენიალურმა ფოქსიკამ მოიფიქრა რომ თოვლის ბაბუის ფორმა უნდა გაეფუჭებინა, რომ თავისი მაკნატუნასთვის ქონოდა შარვალი და აი ისიც. ოღონდ მე მგონია რომ ჩემი ჯერი რომ დადგება არ დამეხმარება, ან ნაწილობრივ დამეხმარება და ამას მე მარტო ვერ დავჭრი, მეგობარო. უკვე წამოწვა. ლინა ადექი ხარ რა. ეს ითელი კი არის, მაგრამ შავზე რა გიქნა არ ვიცი და. ზოგადად აი ამას პულიზატორით არ ღებავენ. ჩავალ რამეს ვიპოვი და ეს ესკალატორი ჩამირთე. არ მახსოვს რა დავაჭირე. ჩავალ ფეხით. ამას თუ გავჭრით, კარგად დავამაგრებთ რა. გენიალურია. ვაიმე, ზუსტად ეტევა თუ. ვალა. აი, გენიალურია. გაღიარე. მადლობა. ავაკ ჩავსოთის კაცი რა. ვიზი ამბობა არ ვიცი. გატეხილ აკვარიუმს აი ესე ესე აწევებს. რეკლამებში რო არის. ეგ არის. შარლის ჩაცვა და გვავიწ. კაი, კარგი, საი რომ ის არ დავაწებეთ, ეხლა ამოვიღებ. აუ, ჩასმა იქნება ძნელი. მირჩევნი ამოვაშურუფო ეს. გონი. არა, დაიჭირე ამოვაცვათ. ზემოდან უნდა დაგემაგრებინა. აქ დავაწებოთ ეხლა. არ გავაძრავ. ჩემი აზრით, შპალიერი რო დავიხმაროთ სახეზე,
ვიდრე ის რომ წებოვანა შემოვაკრათ და მე შევღებოთ, უფრო გაგვიმარტივებს საქმეს. არ ვიცი, ეს ყვითელი ალბათ არ მოეწონება ლინას, ამიტომ ცოტა ისეთი ხორცისფერი რო ავიღოთ. თანამხელა არჩევანია, რა ვიცი, ფერს როგორ ვერ ავარჩევ. მალე რა. დავიღალე. არ გაშაჯერ და იმიტომ. ძალიან ლამაზი ფერი ვნახე, რომელიც შეგვიძლია რომ სახეზე გამოვიყენოთ. რამდენი ხანი უნდა იდგე ხა ეგრე? სანამ არ გაშრება. ეს მარტივი ამბავი არ არის ჩემოყარგო. ახლა უნდა დავამაგროთ ხელებისთვის კარკასი, ანუ მთლიანად უნდა გავხვრიტოთ და მილი გავუყაროთ, რომ საყრდენი გქონდეს ამ ხელებს. Tada! აბა ნახე ეს თუ ეტევა. ვა, ზუსტად, ეხა მეორე მხარეს ზუსტად იგივე. It's okay. დაიჭირე ორ წამი. აი. აჰალინა. ეგ არის. ცოტა მაინც დაიჭიროს ერთ. ესენი უნდა გავჭრათ ეხლა და ჩამოვაცოთ ხელები. გადაჭრილი მილი სხეულზე რომ დავამაგროთ, მთლიანად სხეული გავხვრიტეთ და ეს ვიწრო მილი გავუყარეთ. ხელებს დავამაგრებთ და დასაფიქსირებლად უბრალოდ ზემოდან ჩავაშურუპებთ. ეს. კაია. რეცხვადით უწმენდები კვალერია და თუ გაგუჭუჭყიან და ჩილად ვართ. აუ, იდეალური ფერია და ამაზე მარკერით ლამაზად მოხატავთ სახეს. იცით რა, არ დაგიმალავთ, დავიღალეთ რა. მე დავიღალე. ახლა ავეჯის სექციაში რო ავალთ, იქიდან როგორ ჩამოგიყვან, თუ წამოკოტრიალდი და დაიძინე, მე რა ვქნა. ჯერ ნახევარშიც არ ვართ გასულები ხალხო. ნახევარშიც არ ვართ გასულები. მაგრამ ჯერ დრო გვაქვს, ჯერ 2 საათია. და შენ ამბობდი? ეს ვიდეო 10 წუთიანი იქნებაო. აუ, აქ არასდროს არ ყოფილვარ. You're so golden. Pararara. 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 You're so golden. ხა ნებისმიერში ჩავხტები. აუ, ეს მართლა რა კარგია, ჩემი სახლისთვის. მართლა კარგია ჩემი სახლისთვის. აია. მინდა გითხრათ რომ მე აქედან ვეღარ ამაყენებ. ეს არის ჯობი. აბა რა შვები ხა. ლინა. უბრალოდ დავტესტოთ. ლინა. აუ, კაი, ვერ აგაყენებ ხა აქედან. არა, შენც ჩამოჯექი. ახლა დაასტოპეთ ვიდეო და გითხარით თქვენი აზრით რომ საათზე მოურჩებით. ვინც სწორედ გასცემს ამ კითხვას პასუხს, იმას დაბულაიქებთ კომენტარს. მეც და ფოქსოც და მოდუსიც. ზედა სართულზე ძალიან ბევრი ნივთია და მგონი ამისთვის ალკე ვიდეოს დადება მოგვიწევს. აი, უცებ შემოვატაროთ, წავა. ახლა დრო არ დავკარგოთ, ჩავიდეთ და მაგნატუნა გავაკეთოთ. ყველა ნივთი შევეხე. ზემოთ კიდევ არის ერთი სართული, მაგრამ მოდი გავაგრძელოთ მაგნატუნას გაკეთება, თორემ მერე და მერე უფრო დაგვეზარება. ნახე რა ნაყოფიერი დავბრუნდით დასვენებიდან. ესეც მაგარი ნაყოფიერი დაგვხდა. გონი კეთილი თვალები აქვს თავზევიდან თეთრი წარბები ექნება, ქვემოთ თეთრი ულვაში, აქაც ნიკაპზეც და აქ ექნება ლამაზი ცხვირი. ნაძვის ხის დასაფენი რო წამოვიყე, ხო გახსოვთ? მაგას მოვაჭერი ბეწვები და გამოვიყენებ ახლა თმებზე. აი თუ შეიძლება, აი აქაც რო დამივთეთ რა. კაი, მე ხო ყველას იგივენაირად დავაწებო. რამე შევცვალო? ეს წებო მომშორდება ხელიდან? კი. ისევ იგივე წებოს ხმარობთ, უკაცრავად რო გაგვაცნოთ ეს წებო. უნივერსალური უარი მართლა. ახლა გამოვჭრათ ულვაშები წარბები. 100 ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი, ჩვენზე არ არის დათქვები, იმიტომ რომ ყველაფერი ჩქარ-ჩქარა გვინდა. ბიჭო, თენდება და იმიტომ მოვიდა ხალხი. ვარა ლაბაზი გამოვიდა. ძალიან კაია. ამებს მივაკრავ გვერდებში, ნახე როგორ უხდება ესე. თუ ყოფნის კი ზემოთ აუყუჭე, ხო, ეგ არის. რისგან ცდილობ რომ გააკეთო ახლა ცხვირი. ამასაც უნივერსალით ვაკეთებთ. საყვარელია რა. ყვერი და გადავიდეთ ქუდი, ტანსაცმელი ჩავაცვათ და ეგ არის. მერე გადავიდეთ შენ რაღაცაზე სანამ ის გაშრება. აუ, გვერდზე მოგივიდა, წამოწი აქეთ, მარცხნივ. ხო, თოვლის ბაბუის ფორმა არ გვეყოფა. თოვლის ბაბუის ცოლი შეყარებულის მოსასხამს გამოვიყენებ ქუდისთვის. აუ, კი. ოღონდ ცოტა ხო ჩამოუფხატე და წინ მაგრად უნდა კონდეს გადაჭიმა. თავსახური არ ახურავს ხა. ხო. ქვემოთ ბეტეკის საღებავი რო არის და ზემოთ nutcracker. ცოტა ხნით უნდა გადააბდგათ ჩვენი მაგნატუნა, იმიტომ რომ
ფეხები ჯერ არ გამიშრალა. happens. ვიქცოდი, ნუ ყარად არის. ფეხები რო დაბმულია. ბოდიში. გეგმა გააქვს რასაკეთებ? კი, ახლა ერთმანეთს დავალაგებ, ანუ უფრო დიდ ფართობისაც გავხდი. გადავაბავ ქაღალდის წებოვანი ლენტით. მერე დავხატავ, გამოვჭრი ამ ფორმას. გვერდებს მივაზუმფარებ და ჩემი აზრით მერე უკვე ქაფი იქნება დარჩენილი. ეს გამოიყენება სახლში, კედლებზე და შეიძლება სხვა ადგილებში სითბოს და სიცივის შესანარჩუნებლად. თოიზოლაცია არის მოკლედ რა. შენ უნდა დაწვე და გამოვხატო. და ფეხი მოხარე? ნახეთ ეს როგორ მოუხდება ახლა ამაზე ესე დავაწებებ. აი ამ ბურთს მოაბავთ თოქს. გაუყრით მილში და ესე დაამაგრებთ. ეს ან ძალიან კარგი იდეა, ან ძალიან ცუდი. ყველაზე რთული გადაწყვეტილების დრო მოვიდა. უნდა მოვატრიალოთ ეს. გადააწვინე. აი ჯერ აქ დავდოთ. ეგ არის. ვი? სახელი მოიფიქრეთ. მოდუსის მაკნატუნა. What the fuck did you do? კოცე. ცუდეს პირველი ვინ გააკეთა, ვინ შექმნა? დედა. ხილებს აუცილებლად გავუკეთებ, უბრალოდ ჯერ ეს ფიქრობ ესენი მივაკრა აქ. რთული ეტაპი მაკნატუნას შემთხვევაში გადავლახეთ და ახლა უკვე დეკორაციაზე გადავედით, რომელიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ სასიამოვნო პროცესია. ვფიქრობ, მრგვალი ლოყები გავუკეთო. ჯერ დავტესტავ და თუ მოუხდება, მერე დავაწებებ. ესენი დავაძრე. აი ამ ყვავილს ხრები გავუკეთე ესეთ საყვარელი. როგორც ხედავთ, ღილები ძალიან მაკნატუნურად მივამაგრეთ. ეხლა ლინა მეტყვის ლოყებს სწორად ვამაგრებ თუ არა. აქ. ეს არის მილის შესაფუთი. რო არ გაიყინოს ხოლმე ამას იყენებენ და ჩვენ უნდა დავამზადოთ ამითი უზარმაზარი ლოლიპოპი, რომელიც ხელში ეჭირება ჩვენს ორცხოვილის კაცუნას. მაგარია! დაგვრჩა პირის და ღილების შეღებვა, ორივე საღებავი გვაქვს და ახლა შევღებავთ და ეგ არის. მე მგონი ძალიან საყვარელი გამოვიდა. ახლა ლინაკოც დაბრუნდება მალე და მოდი ვაჩვენოთ რა გამოგვივიდა. გოგე შენ გააკეთე? საჭმელი მოიტანე? ძალიან კარგია, ყოჩა. Super cool. Super. ყვაყოფილი. ძალიან ყვაყოფილი ვარ, ყოჩა. ზუსტად 8 საათია. კი. და მე ყვაყოფილი ვარ ჩვენი ღამის თავგადასავლებით. მეც ძალიან ყვაყოფილი ვარ ჩვენი ღამის თავგადასავლებით. ვფიქრობ იმაზე კარგი გამოვიდა ვიდრე ველოდებოდით მაკნატუნა განსაკუთრებით. ძალიან ბევრი სირთულე გქონდა, მაგრამ ვფიქრობ იდეალური გამოვიდა და ძალიან კარგ სურათებსაც გადაიღებენ აქ მოდუსის სტუმრები. ამასობაში დაგვათენდა, გახდა უკვე 8 საათი 9 წუთები დაიწყო. გაგვიხარდება თუ ფოტოებს გადაიღებთ მაკნატუნასთან და ორცხოვილასთან. იმ ფოტოებზე მე მოგნიშნავთ, რომ ნახოთ, სიამოვნებით ვიხილავთ თქვენს ფოტოებს ჩვენს ნამუშევრებთან. მოდუსში კიდევ საახალწლო ფასდაკლებები გრძელდება 29 დეკემბრის ჩათვლით ყველაფერზე და საახალწლო ნივთებზე იქნება ლიკვიდაცია. ბედნიერი შობა, ახალი წელი. კარგად.